სახელითა მამისათა, დადისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს დღევანდელი წირვისათვის. თქვენ იცით, რომ დღევანდელი წირვა მიცვალებულთათვის იყო. და ყოველი თვის ბოლოს პარასკევს ჩვენ ვატარებთ ხოლმე ხან ამ სოფელში, ხან ქერეში, ხან გორში. მრევლის სურვილი იყო გორში, ასე გაგვეკეთებინა და ამ სურვილის მთავარი მიზანი რა იყო, რომ განაშაბათ-კვირას არ იხსენიებენ თავის მიცვალებულებს, იხსენიებენ, მაგრამ კიდევ ერთი დღე განსაკუთრებულად მიცვალებულთათვის უნდათ რომ ყოფილიყო და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ მიცვალებულები ჩვენს ლოცვას მოელიან, ესე იგი, ჩვენ შემოყურებენ, ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ადამიანი, როდესაც გარდაიცვალება, თავისი სულისთვის ვეღარაფერს გააკეთებს. რომ ხდებოდეს, რომ სიკეთეა საჭირო და ის რომ ხდება, ეგრე ჩვენ ვერ ხდებით, იმიტომ რომ ის იმ რეალობის წინაშე წარდგა, რაც ჩვენ მხოლოდ რწმენით ვიცით. რომ ხდებოდეს, რომ ესა თუ ის ცოდვა ჩაიდინა, იმას იქ უკვე ვეღარაფერ შველის და ეს სინანული არის დაგვიანებული. სინანულს მხოლოდ აქ აქვს აზრი. აქ რომ სანამ ადამიანს შეუძლია კიდე რამე შეცვალოს. ამიტომაც თავის ჭირის უფალს შეჰყურებენ, რომ ის ილოცებს, ის სიკეთეს გააკეთებს, ის პანაშვიდს გადაახტევინებს, მოძღვარს თუ საფლავს აკურთხებინებს თუ ასე შემდეგ წირვაში მოიხსენიებს. წმინდა იოანე ოქროპირი ერთ-ასეთ ამბავს ყვება, რომ ერთ-ერთი ახალგაზრდა კაცი იყო და დაიკარგა მოკლედ, სადღაც წავიდა. მე არ მახსოვს ზუსტად, ამ კვიპროსში ცხოვრობდა და წავიდა სხვაგან, ამ კვიპროსში წავიდა თავის სამშობლოდან და მოხდა ისე, რომ იქ გარდაიცვალა, რამდენიმე ბიჭი გარდაიცვალა და ერთ-ერთი ესეც და ამისი ცნობა ჩამოვიდა ოჯახში, რომ ეს ბიჭი გარდაიცვალა და დაკრძალეს და დაიწყეს ამ მშობლებმა მოხსენება ამ შვილის და 3 წლის შემდეგ ეს ვაჟი ჩამოვიდა სამშობლოში. წარმოიდგინეთ, ანუ იქ რა მოხდა, რომ ვინც ეს დაკრძალა, როგორც ჩანს, ეხა იქ მიცვალებული ვერ ამოიცნეს ისე, როგორც წესი და რიგია და ეგონათ, რომ ამათი შვილი გარდაიცვალა, ამათი შვილიც აღარც გამოჩნდა და ყველაფერი ერთმანეთს ემთხვეოდა თითქოს. სინამდვილეში რა მოხდა? ეს ვაჟი ტყვედ ჩავარდნილა და საპყრობილეში იყო მოკლედ ამ 3 წლის განმავლობაში და ესენი ეუბნეოდნენ, რომ ჩვენო შენთვისო ლოცულობდითო, როგორც გარდაცვლილისთვისო და ეკითხება, რომ აი რომელ დღეებში აკეთებდით ამასო და აღმოჩნდა რა, რომ აღდგომასო, სულთმოფენობას და ნათლისღებას ეტყობა. ხო არის ახლა ზოგი სოფელია თუ არის წირვა ყოველთვის არ ხდება. შეიძლება სულაც მღვდელი ამ დღეებში მიდიოდა იქ და სხვა დღეებში არც არსებობდა იქ ღვთისმსახურება, ისიც არავინ არ იცის და ყოველ შემთხვევაში მშობლები ამ დღეებში ახერხებდნენ, რომ საკურთხი გაეკეთებინათ, ელოცათ თავისი შვილისთვის. და ამ დღეს რატო გეკითხებითო ამასო? იქო და ზუსტად ეს დღეები დაემთხვა აღდგომა, სულთმოფენობა, ნათლისღება, რომ საპყრობილეშიო შემოდიოდაო თეთრით შემოსილი ადამიანიო, ხელბორკილებს გამიხსნიდაო და იმ დღეს სადაც მინდოდა იქ შემეძლო წასვლა. არავინ ხმას არ ცემდა, არავინ არაფერს არ მეკითხებოდაო. წარმოიდგინეთ, აი ეს არის როგორი რეალური ამბავი, ცხოც-ცოცხალია. ესენი როგორც მიცვალებულისთვის ესე აკეთებენ და იმ დღეს არავინ არაფერს არ მეუბნეოდა. შემდეგ დღეს ისევ როგორც ერთ-ერთი თქო, მეც ესე ვაგრძელებდი ცხოვრებას. ხო და ღმერთი მოწყალია და ესეთ შემთხვევებს რატომ გამოაჩენს ხოლმე ესე, რომ ადამიანი დაარწმუნოს თუ რამხელა ძალა აქვს მიცვალებულისთვის ლოცვას. აი თუ ცოცხალ ადამიანზე ასე ხდებოდა, ჩვენ არ ვიცით ახლა ესე მიცვალებული არ დაბრუნებულა და ჩვენთვის არ უთხოვს, მაგრამ იმისათვის, რომ ის ჯეროდეს ადამიანს, აი ასეთ რაღაცებს ღმერთი აჩვენებს ხოლმე. ამიტომაც აი ჩვენ ესე იგი
უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ამ ლოცვას ძალიან დიდი ძალა აქვს. აი, სულაც დავუშვათ ქუჩაში მიდიხარ, გაიგე რომ ვიღაცა გარდაიცვალა. თქვი რომ უფალო შენ შეიწყალე მისი სული, შენ აცხონე. ის ერთი სიყვარულით ნათქვამი სიტყვაც უკვე დიდი რამეა ღვთის წინაშე. რომ შენ ლოცველი ხარ მას. აი, თან მით უმეტეს ადამიანი თუ რწმენით ცხოვრობს და ცდილობს რომ ღვთისთვის სათნოთ იცხოვროს, მის ლოცვას კიდევ უფრო დიდი ძალა აქვს ღვთის წინაშე. ამიტომაც აი ჩვენი მიცვალებულები, რადგან ჩვენს ლოცვას ელოდებიან, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ორი რამ, ერთი ის, რომ ჩვენ ვიცხოვროთ სიწმინდით და ღვთის მოშიშებით და მეორე ის, რომ მათთვის ლოცვა არ უნდა დავივიწყოთ. შეიძლება აი სიტყვაზე ჩქარობდი ადამიანი ხო არის დილის ლოცვებში, ხო? მიცვალებულებსაც იხსენებთ, ცოცხლებსაც, ყველას. თუ დაუშვათ მაინც და მაინც ისე ჩქარობ, რომ შეიძლება ცოცხალთა ის გამოგჩეს, მიცვალებულთა მაინც არ უნდა გამოდო. იმიტომ რომ ცოცხალი მაინც თავის თავს მიხედავს და ასე თუ ისე, მაგრამ მიცვალებული უკვე თავისთვის ვეღარაფერს ვეღარ იცის. ამიტომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და შეიწიროს ღმერთმა თქვენი ლოცვა და ათერში დააწესოს ჩვენი მიცვალებულები. ჩვენთან არის ღმერთი.